კლანური გარჩევები ქართულ ოცნებაში და სანქციები. სანქციები, რომელიც შეეხო მოსამართლეებსაც, ჩვენ ვნახეთ გუშინ გაფართოებული სია და მათ შორის იყვნენ მოსამართლეები ამ თემაზე მსჯელობას განვაგრძობთ ზაზა თავაძესთან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა და ამჟამად წარმოადგენს გიორგი გახარიას გუნდს. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მაინც გვინდა დავიწყოთ იმ პროცესებით, რომელსაც ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში თვალს. ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, გამოკითხვა, ერთგვარი ანონსი მომდევნო დაკავებების შესახებ თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე ეს? მართლაც კორუფციასთან ბრძოლა თუ შიდა კლანური გარჩევები, რომელსაც რაღაც კონკრეტული ამოცანა აქვს? სამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ფასადური ბრძოლა კორუფციასთან, იმიტომ რომ მე შეგახსენებთ ჯერ კიდე 2021 წელს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა იქმნებოდა და როდესაც ჩვენ ფაქტობრივად გავხდით ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ოცნებას გაუჩინა ეს შიშები, რომ ის დაკარგავდა ელექტორალურ ბაზას ჩვენი პარტიის ამ პოლიტიკურ ველზე შემოსვლასთან ერთად, ვინაიდან გახარიას პოლიტიკური გუნდი შეიქმნა იმ ადამიანებისაგან, რომლებიც არიან ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც ძალიან კარგად იციან ოცნების ის ბნელი მხარეები, რასაც ნიშნავს კორუფცია. თვითონ გახარია ებრძოდა ამ კორუფციას ძალუმად, ამის ნათელი მაგალითია ძალიან ბევრი. მე შეგახსენებთ ასევე გახსოვთ თქვენ პრემიერ-მინისტრის აქტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით რო დაიწყეს საუბარი. ნახეთ თქვენ რომელიმე აქტი გამოქვეყნებული, რაც ერთლარად ძალიან ბევრი სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ადამიანების ხელში აღმოჩენას დაადასტურებდა და ასე შემდეგ. არაფერი. ეს ზღვაში წვეთია. თვითონ ოცნებასაც მოუწია იმის აღიარება, იმდენად გამოჟონა ამ კორუფციამ, რომ თითქოს კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო, მაგრამ ჩვენ ხომ იმავდროულად ვამბობთ, რომ ის 20-25 ოჯახი, რომელიც ჩვენი ბიუჯეტზე პარაზიტირებენ და ჩვენ ფულს იპარავდნენ, განსაკუთრებით ამ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, ამ ატკატებით, ტენდერებით, ამ ოცნების შემომწირველებთან, მთელი სისტემაა, ხო ეს შავი სალარო, რითაც ფაქტობრივად მათ გააყალბეს 2024 წლის არჩევნები დიდწილად, იმიტომ რომ 3 წელში გაიზარდა ამათი მარტო. ეს არის, ანუ თქვენ თუ ამას დააკვირდებით პირდაპირ, გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ ეს არის თვალსაჩინო. და ახლა როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ოცნება ამ ეგრეთ წოდებული წურფეხებს დაუწყოს დევა სადღაც მილიონზე და რაღაც მილიონ ნახევარზეა საუბარი და თვითონ ამ 20-25 ოჯახს მილიარდობით ლარი აქვს ხალხო მიტაცებული და მოპარული და წაღებული სახში და ამიტომ არიან რომ ეხა ერთმანეთს უკვე ტყვიასაც კი ესვრიან და ისეთი შიდა კლანური გარჩევები აქვს, ხო? ახლა რატომ დასჭირდათ ბატონო ზაზა ეს ფასადი და ხშირად ისმის კითხვა, გასაგებია რომ რაღაც ფასადის შექმნა სურთ როგორც თქვენ აღნიშნეთ, მაგრამ ამ ფასადის შექმნაშიც ხომ ზიანდებიან, ანუ ესე იგი კორუფცია არსებობს, ესე იგი რაღაც ისე არისო როგორც 13 წლის განმავლობაში გვინდა. ნახეთ გურამ, მე როგორც წეღავ თქვი, იმდენად უკვე თვალსაჩინოა და იმდენად გამოჟონა ამ კორუფციის ფაქტებმა, ოცნება, რომელიც კორუფციაზე დგას, მასაც კი მოუწია, რომ კორუფცია მათ რიგებში არსებობს და შესაბამისად დაიწყეს თითქოს ამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. და რატო დაიწყეს? კითხვა ეს იყო. წვრილფეხობიდან დაიწყეს, ხო? წვრილფეხობიდან დაიწყეს, იმიტომ რომ იმ 20-25 ოჯახს ვერ შეეხებიან, იმიტომ რომ იმაზე დგანან და იმათ თუ შეეხებიან, მაშინ გამოდის რომ პარტიული შავი სალარო აღარ ეკნებათ და შესაბამისად თუ პარტიურ შავი სალარო აღარ ეკნებათ, ხელისუფლებას ვეღარ იყიდიან, ვეღარ შეინარჩუნებენ, ხო? ვეღარ გააყალბებენ. რა თქმა უნდა, ამ სალაროს ამადმივდივარ, ამ სალაროს ახლა მორიგჯერზე ავსებენ, რადგან თვითმმართველობის არჩევნები მოდის მოგეხსენებათ და იმ ფონზე, როდესაც ესე რეპუტაცია შერყეულია ოცნება, იმ ფონზე, როდესაც გახსენებთ მე თქვენ რომ საპარლამენტო არჩევნები რო ჩატარდა, მაშინ ოცნებას რეჟიმად არავინ არ მოიხსენიებდა. ახლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ოცნება არის
აღიარებული როგორც რეჟიმი და რას ნიშნავს რეჟიმი? რეჟიმი ნიშნავს არადემოკრატიულობას, რეჟიმი ნიშნავს არაკონსტიტუციურობას, რეჟიმი ნიშნავს რომ შენ არ აქვს თავისუფალი სასამართლო, შენ არ აქვს კანონის უზენაესობა, შენ მოქალაქეები ფაქტობრივად იმიტომ რომ ეს ფული კორუფციის მეშვეობით გაქვს მიტაცებული ქუჩაში ყოველ კვირეულად და ყოველთვიურად გიკვდება და სხვა მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს. ამიტომ ახლა ეს ხედავთ რომ სანქციების რიცხვი მათ შორის ქვეყნებიდან ინდივიდუალურად დაწესებული სანქციები მათ შორის იზრდება მოსამართლეთა მიმართაც. როგორ ფიქრობთ მოსამართლეთა ქცევაზე ეს როგორ აისახება? აი ხედავთ ხოლმე ქართული ოცნებისგან რომ თითქოს გაუფასურებას ცდილობენ ამ სანქციების ეფექტის მოსამართლეები იშვიათად საუბრობენ ხოლმე ამაზე საჯარო კომუნიკაცია მედიასთან არ აქვს. თქვენ ძალიან კარგად იცნობთ მათ ხასიათს, ქცევას, გამოცდილებას და ალბათ ინფორმაცია გაქვთ შიდა წრეებიდან. როგორ მოქმედებს ეს სანქციები მოსამართლეებს? თქვენ გახსოვთ, როდესაც პირველად დასანქცირეს ჩინჩალაძე მურუსიძის კორუფციული სინდიკატი კორუფციისთვის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს იყო ფაქტობრივად დასაწყისი იმ პროცესების, რასაც ახლა ჩვენ ვხურებთ. რა თქმა უნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოცნების რეჟიმად ჩამოყალიბებამ და იმ რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესში გადადგმულმა ნაბიჯებმა არაკონსტიტუციურმა, არადემოკრატიულმა, არაჰუმანურმა, არაადამიანურმა, მათ შორის გურამიც იყო ხო ერთ-ერთი მსხვერპლი. როცა ჟურნალისტებს ესხმოდნენ თავს ამ აქციების დროს, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით სახიზულებს უმტვრევდნენ ადამიანებს, იტაცებდნენ, მიყავდათ ამ ეგრეთ წოდებულ დაკავების მარშრუტებში. ფაქტობრივად ოცნებამ ძალადობა დააკანონა და ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დაარღვია იმ დონეზე, როდესაც არაადამიანურ მოპყრობაზე კი არ იყო საუბარი, წამებაზე იყო საუბარი, როდესაც ადამიანები გამოდიოდნენ და კონსტიტუციურ, კანონიერ, ლეგიტიმურ პროტესტს გამოხატავდნენ ამ მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ, ვინაიდან მათ მიიტაცეს ხელისუფლება და სად გამოიყენეს სასამართლო და რატო ეფარებოდნენ სასამართლოს განსაკუთრებით ისევ და ისევ ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, როდესაც მათ არ დაგვიდეს არც ვენეციის კომისიის, არც სახელმწიფო დეპარტამენტის, არც სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შენიშვნები და მოსაზრებები, რომ სასამართლო ხელისუფლების მიტაცება ხდება ხელისუფლების გარედან ამ ფარული ხელის მიერ. და ვინ არის ეს ფარული ხელი? ხო, ყველამ კარგად ვიცით, ხო? ივანიშვილმა ეს სასამართლო ხელისუფლება როდესაც დაიქვემდებარა, პირველი სიგნალი იყო, როგორც წეგან აღნიშნეთ, ჩინჩალაძე მურუსიძის ამ კორუფციული სინდიკატის დასანქცირება და ეს პროცესი გრძელდება ახლა და იმიტომ მოვიყვანე მე ახლა კორელაციაში ამ აქციებთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით იმ დაახლოებით 10-15 მოსამართლის საკითხიც ამასთან ერთად კავშირში, რადგან უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ის 10-15 მოსამართლეც შემცირდა. ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ 15 მოსამართლე, რომელიც დაახლოებით 70 პოლიტპატიმრის საქმეს განიხილავდა, შემცირებულია 4 მოსამართლემდე, რომლებიც 90%-ს, ანუ 70-მდე პოლიტპატიმრის საქმეს 4 მოსამართლე განიხილავს და რატო? იმიტომ რომ ირღვევა ეს სისტემაც უკვე. ირღვევა ეს სისტემაც, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩვენ ახლა სამართლიანად ვაღიაროთ, რომ სამართლიანად დაარქვა ხალხმა მათ ჯალათი მოსამართლეები და ზონდერი მოსამართლეები, ისინი სხვა ადამიანები არიან. რაც უღირს მათ კარიერული სწრაფი დაწინაურება ყველაფრის ხარჯზე. ან თუნდაც რაღაც ახალისების ხარჯზე. ჩვენი ეთერი დაახლოებით 2 წლის წინ ფორმულაზე, როცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, მაშინ რეჟიმად არ მოიხსენიებდნენ ბიძინა ივანიშვილს ასეთ ამად და არგუმენტირებულად. მაშინ თქვენ მითხარით საკუთარი გამოცდილებიდანაც ასე მომეჩვენა, რომ მოსამართლეებს ძალიან აწუხებთ, როცა ისმენენ კრიტიკას საჯარო სივრცეში, მედიით, ამაზე დარდობენ, ნერვიულობენ. ეს ხდებოდა 2 წლის წინ. რა თქმა უნდა. თქვენს დარდობდით, როცა როცა გაკრიტიკებთ. რა თქმა უნდა. აი ახლა კრიტიკა კი არა, პირდაპირ ასანქცირებს ცივილიზებული სამყარო ამ პირებს და დღეს რას ეტყვით ამ მოსამართლეებს დარდობენ ამაზე? გეტყვით. ნახეთ, მე უკვე ფაქტობრივად პასუხი ამასთან დაკავშირებით, სანამ თქვენ შეკითხვას დასვავდით, უკვე გაგეცით, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვყავდა ეგრეთ წოდებული ზონდერ ჯალათი მოსამართლე 15 და ახლა გვყავს 4, ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენმა 11 მოსამართლემ და ახლობით 10-11 მოსამართლემ
თავი არიდა ამ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში შესვლას. სააპელაციო სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს რომ აკრიტიკებდნენ, თუნდაც საქალაქო სასამართლოს, რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს რომ აკრიტიკებდნენ? ეს თქვენ ხომ გიოდათ, როგორც მოსამართლეს ერთ-ერთ. რა მნიშვნელობა აქვს თქვენ პერსონალურად? ეხებათ თუ არა? ეს სისტემა ხომ უკვე რაღაცნაირად ტალახით არის მოსრული და ამ სისტემაში ყოფნა ხომ უფრო შეურაცხმყოფია. აბსოლუტურად. როგორ ფიქრობთ ახლა თქვენი კოლეგები ამას გრძნობენ? ძალიან ჩვენ დაახლოებით 400 მოსამართლეს, რომელიც ახლა ჩვენ სასამართლო სისტემაში არსებობს და არიან. იქ არის ძალიან ბევრი კომპეტენტური, ობიექტური მოსამართლე, რომლებმაც ცალკეულმა მათგანმა თავიანთი განცხადებებით, თავიანთი გადაწყვეტილებებით საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. არ ჩამოთვლა ახლა მათ სახელი და გვარებს და შესაბამისად ეს მოსამართლეები გარკვეულ როლს თამაშობენ სასამართლო სისტემაში და ეს არის ალბათ ჩვენი იმედი და ჩვენი ნაპერწკალი, იმიტომ რომ თავის დროზე, როდესაც ეს რეჟიმი დამარცხდება და ამ რეჟიმს გავისტუმრებთ, ესე ერთი ხელი საღებით და ეს ერთ თვეში და ორ თვეში მოგახსენება სასამართლო სისტემა ვერ შეიცვლება. ამიტომ ესეთი მოსამართლეებიც გვყავს. გვყავს ისეთი მოსამართლეებიც, რომლებიც უკვე როგორც უკვე ჩვენ ხაზი გაუსვით, რომ 15 კი აღარ არიან, უკვე 4-ნი არიან, ხო? და შესაბამისად ელექტრონულად უნდა ნაწილდებოდეს საქმე. ხო, და ელექტრონული სისტემაც ხო ეს ნახეთ როგორი манипуляციის საშუალება შეიძლება, ხო, манипуляცია შეიძლება გამოყენებული იქნეს ძალიან მარტივად, იმიტომ რომ მაგალითად პირობითად მოსამართლე გურამ როგავა არის შვებულებაში ან არის შეუძლოთ ან რამე მსგავსი. შესაბამისად ეს სისტემა უკვე აღიქვავს ამას ძალიან მარტივად რო ავხსნათ რომ გურამ როგავა, რომელიც მაგალითად ამ კორუფციული სინდიკატისთვის მიუღებელი მოსამართლეა, ამ манипуляციით ძალიან მარტივად ჩამოცილდება იმ განსახილველ საქმეს, რომელიც დაკვეთილი აქვს ამ შემთხვევაში ჩინჩელაძე რუსეთის კორუფციულ სინდიკატს და შესაბამისად გადაინაცვლებს უკვე ჯარიაშვილთან. აი ეს პრინციპია, ეს манипуляციის საშუალება მათ ხელშია და ეს მათ შეუძლიათ ძალიან მარტივად რომ არ განიხილოს დამოუკიდებელმა და თავისუფალმა მოსამართლემ და განიხილოს მათ მიერ მართულმა მოსამართლემ. გალოსტაშვილის როლი გერგო. გორში კლანის წევრის როლი შეუძლია, მაგრამ არა უშავს აი ძალიან კონკრეტული პრაქტიკული საკითხი და ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მაგალითზე რო განვიხილოთ, რა შეიძლება მომხდარიყო, როდესაც ველოდებოდით გიორგი ახალბაძის განაჩენს და ულოდნელად გადაიდო გამოცხადება, ველოდებოდით ანატოლი გიგაურის განაჩენს გადაიდო გამოცხადება, სათათბიროდ არიან გასულები მოსამართლეები, როდესაც საზოგადოება დარწმუნებულია, რომ არავითარი ფიქრისთვის დრო მოსამართლეს არ სჭირდება, ამას აჩვენებდა პრაქტიკა. აი აქ რა ხდება, თითქმის ყველა მნიშვნელოვან საქმეზე სინდისის პატიმრებს რაც ეხება, ახლოვდება განაჩენების გამოტანის დრო. რას გულისხმობს ეს პაუზა, რას უკავშირდება? კიდევ და კიდევ. ნახეთ, ეხლა რაც არ უნდა ჩვენ მონოლითურად წარმოვიდგინოთ ეს კორუფციული ჩინჩალაძე რუსეთის კორუფციული სინდიკატი, მათაც ხო გარკვეული რესურსი აქვთ, ხო? შესაბამისად, როგორ არის სქემა მოწყობილი? ისინი რეჟიმისგან და რეჟიმის ხელმძღვანელისგან იღებენ რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ кейსთან დაკავშირებით, საქმესთან დაკავშირებით დავალებას და ისინი ცდილობენ, რომ შესაბამისი მოსამართლე მოძებნონ მართული მოსამართლე. ეს შეიძლება რაღაც ეტაპზე მუშაობდა, მაგრამ ის მართული მოსამართლეც, როგორც უკვე წეგან აღნიშნეთ, ის მართული მოსამართლეც ხო ადამიანია და იმისთვისაც კი შესაძლოა გახდეს რაღაც საკითხები მიუღებელი, როდესაც შენ ხედავ, რომ საზოგადოების რეაქცია, სახში მიდიხარ რეაქცია, შენ ხო ამ საზოგადოების ნაწილი ხარ, შენ ხო უცხო პლანეტაზე არ ხარ. აქციები და სანქციები მუშაობს. მტკიცებულებები არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მუშაობს, ისინი ხო ადამიანები არიან. მტკიცებულებები არ არის. ადამიანებს არ ჩაუდენიათ ის დანაშაული, რასაც პროკურატურა მათ ბრალად ურიცხავს და შენ ეხა უნდა ადგე და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ეს ადამიანები უნდა გაუშვა ციხეში, ხო? ბოდიშის მოთხოვნა და შეთავაზება, რაც დღეს გაირკვა სინდისის პატიმრების მხრიდან და მათ თქვეს, რომ არავითარი ბოდიშის მოხდას არ აპირებენ და იმის აღიარებას არ აპირებენ, რაც არ ჩაუდენიათ. ამ სცენარის ნაწილია შესაძლოა გართულ და მოსამართლეებთან დაკვეთის შესრულება და სხვა გზით შეიძლება მიდის რეჟიმი. მე არ გამორიცხავ ამას თეორიულადაც, იმიტომ რომ ნახეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან რთულია 70 პოლიტ პატიმრის საქმის ბოლომდე მიყვანა. მით უმეტეს, მე არ მაქვს მაღალი წარმოდგენა ამ ჩინჩალაძე რუსეთის კორუფციული სინდიკატის წევრების მიმართ, ვინაიდან მათ ძალიან კარგად ვიცნობ.
როგორც პროკურატურიდან, მერე უკვე სასამართლოს განმოსახედიდან. ეს ადამიანები არ არიან კომპეტენტურები, უბრალოდ ისინი არიან ყველაფერზე ხელის მომწერები. და შენ როდესაც არ ახარ კომპეტენტური, წაკითხული გაქვს სადღაც 100 წიგნის ნაცვლად და 50 წიგნის ნაცვლად, ერთი, შეიძლება ისიც არ გაქვს წაკითხული და ეს იურიდიულ წრეებში ძალიან კარგად იციან, როგორ შეიძლება ესეთმა არაკომპეტენტურმა ადამიანებმა ამდეხან უკაცრავად ამ ჟარგონისთვის გაკაჩონ, ხო? და შესაბამისად, ახლა იმ დროს, როდესაც ოცნებაში ესეთი კორუფციული გარჩევებია, ესეთი ფულის გადანაწილების პროცესია, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სასამართლომ უნდა თქვას, ამ დიდი წნეხის, ამ დიდი ზეწოლის გაძლება არის ძალიან რთული. მithumetes კიდე ერთხელ ვამბობ, ამ ახალბედა მოსამართლეებს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს და მათ ახალისებენ რაღაც სწრაფი დაწინაურებითი გამოსასწრელი ვადის მოხსნით და ესეთი რაღაცეებით ეს კიდე უფრო ართულებს მათ საქმეს და ჩვენ ახლა კორუფცია ხო არ უნდა წარმოუდგინოს მარტო რომ რაღაც ვიღაცამ ტომრით ვიღაცას ფული მიუტანა ხო არ არის ეს კორუფციას აქვს სხვადასხვა გამოვლინებები მაგალითად იმ გამოსასწრელ ვადიან მოსამართლეს შენ ან მოწყვლად მოსამართლეს ფაქტობრივად რომელიც დაინტერესე ხო და ეუბნები რომ უკანონო განაჩენი უნდა დააყენოს და შენ როდესაც მტკიცებულებები არა გაქვს ის ხო ამ საქმეს არა აქვს ის ხო ფიქრობს რომ უღირს ეს და მე ვფიქრობ რომ ამ რღვევის პროცესს ვხედავთ ახლა ჩვენ სასამართლო სისტემაში რაც რა თქმა უნდა ჩვენ ამის პროგნოზს თავის დროზე ვაკეთებდით და ფიქრობდით რომ ეს გარდაუვალი იქნებოდა იმიტომ რომ არა მარტო ისეთ სასამართლო სისტემაში როგორიც ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი გამოცდილების მქონე და კომპეტენტურ სისტემებში აი სხვადასხვა ქვეყნებში მაგალითად იყო ხო ამის მაგალითები სადაც სასამართლო სისტემას ესათვის რეჟიმი იყენებდა თავიანთი რეჟიმის შენარჩუნებისთვის და პოლიტიკური დევნისთვის იქ ვერ იმუშავა ამან და ის მოსამართლეები გაცილებით კომპეტენტურები იყვნენ და არა ესეთები როგორიც აქ არიან ხო და მოსამართლეობა ალბათ ისიც უნდა გაიგვაროს შესაბამისად ყველაფერს ექნება თავის დასასრული და ჩვენ ვნახავთ ერთხელ და სამუდამოდ დამოუკიდებელ სასამართლოს აუცილებლად ბოლოს ბატონო ზადა ცოტა დრო გვჩება და უნდა გითხოთ შიდა პარტიულ ასე ვთქვათ პროცესებზე თქვენ კი ისაუბრეთ ახლა ჩვენს ეთერში რომ გახარიეს შემდეგ გაძლიერდა კორუფციაო მაგრამ სხვათა შორის ყოფილ პრემიერს ყოფილი თანაგუნდელები სულ შეახსენებენ ხოლმე საფრანგეთში ნაყიდ თითქმის 9 მილიონიან ევროს ღირებულების პოლიტიკაში მოსვლამდე გურამ ხო ყველა ასე იყო ბიზნესში და თავისი შრომით დააგროვა ეს ხო თუმცა მისი მისამართით თქვენს მოისმენთ და არის კორუფციასთან დაკავშირებით ეს არგუმენტი რომ თითქმის 9 მილიონ ევროს შეიძლება საფრანგეთში ბინა შენ როდესაც სად არის პოლიტიკაში მოხვალ შემთხვევით ამ ბინაში ხომ არ არის ნახეთ შენ როდესაც პოლიტიკაში მოსვლამდე ან შენი ოჯახის წევრებიდან ან შენი საკუთარი შრომით რაღაცას აგროვებდა ბატონო ზადა მაგრამ როგორც ჩანს ეს ვინ და გახარიაზე კორუფციასთან დაკავშირებით ალბათ ანუ რაღაც ვინმე ლაპარაკობს და პირი უნდა გამოირეცხოს იმიტომ რომ ერთადერთი პრემიერია ალბათ თავის გუნდთან ერთად რომელსაც უკან მოხედვის არ ეშინია და ამიტომ არის რომ ოცნება ესე დაზამთრულია მის მიმართ თანაგუნდელებია დანაშაულებენ ზუსტად ამაში ხომ არის მისი ვიზიტი უპრეცედენტოდ ხანგრძლივი ვიზიტი საგრძელდება თქვენ იცით რომ გიორგი გახარია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს მას ჰქონდა არაერთი შეხვედრა ახლა სად არის ხომ არ გაქვთ ინფორმაცია გაქვთ კომუნიკაცია ისე გაქვთ კომუნიკაცია რა თქმა უნდა თითქმის ყოველდღიურად ახლა გერმანიაშია შემიძლია დაგიდასტუროთ რა თქმა უნდა შეხვედრებს მართავს და შესაბამისად ის შეხვდა არაერთ საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვადასხვა მაღალჩინოსანს და მათ შორის ლომის წილი, ეხლა შესაძლოა ეს რაღაც სხვანაირად გაიგოს ხმება, მაგრამ ლომის წილი იმასთან დაკავშირებით, რომ დაუყოვნებლივ არ მოხდა ამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, მათ შორის გიორგი გახარიას თქვენი გუნდი ლობინებს ეს ფაქტია, ეს მოცემულობა ჩვენ ჰაერზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ გაგახსენებთ იგივე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრა, ასევე კიდევ 8-9 საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც თითოეული მათგანი შეხვდა გიორგი გახარია და აუხსნა ის, რომ ქართული ხალხი კი არ უნდა დასანქციელდეს და ქართული ხალხი კი არ უნდა წაერთვას ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთეები.
ამ კორუფციულ სინდიკატს, როგორც მოსამართლე. ეს ვიცით და ეს ოცნების გაცხადებული პოზიცია. დემოკრატიულ რეჟიმს უნდა დაუწესდეს ეს სანქციები. ლელოსთან თანამშრომლობის საკითხებზე თუ გაქვთ კომუნიკაცია, ხომ არ გიკითხავთ მაგალითად ბოლოს არის თუ არა მისთვის მისაღები ერთიანი კანდიდატი, თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. შესაძლოა თუ არა ეს იყოს საბოლოო შედეგი თქვენი ასე ვთქვათ თანამშრომლობის. გურამ, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს გიორგისთან, რა თქმა უნდა, გავდივართ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის გავდივართ ამ საკითხებსაც. თქვენ იცით რომ ჩვენ ლელოსთან რა შეთანხმებაც გავაფორმეთ, ეს მთავარი საკითხი იქ არის, რომ ჩვენ ერთმანეთთან არ უნდა შევიდეთ კონკურენციაში ამ საარჩევნო პროცესში. უნდა დავასახელოთ ერთობლივი კანდიდატურები. ჩვენ ჩართული გვაქვს როგორც კვლევების საკითხი, ასევე სხვადასხვა პიროვნებებთან მიმართებაში შესწავლის საკითხი, მოძიების საკითხი, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციების sakითხი ძალიან აქტიურად განვიხილავთ. ახლა ჩვენ არა ვარ ჯერ ჩამოყალიბებული კონკრეტულ კანდიდატებს როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ამისთვის ჯერ დრო გვაქვს შეგახსენებთ 4 სექტემბრამდე და როგორც ჩვენ ამასთან დაკავშირებით შეფასებით ალეკო ელისაშვილი ძლიერი კანდიდატია პერსონალურად როგორც შეფასებით ერთი სიტყვით. ნახეთ, როგორც კი ჩვენ გვექნება გადაწყვეტილება კონკრეტულად ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით იქნება თუ სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით, აუცილებლად ჩვენგან და ლელოსგან გაიგებთ ამას და 31 ივლისს არ იქნება? ეს იქნება 4 სექტემბრამდე, როგორც გვაძლევს ჩვენ კანონმდებლობა ამის საფუძველს და მოგეხსენებათ რა, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამაში აუცილებლად ჩართული გვაქვს კვლევებიც, ეს კვლევებიც და სხვადასხვა კიდე კომპონენტები გადაწყვეტს საბოლოოდ ვინც არ იქნება. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ნახეთ, კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით მე დღეს თავში ვიყავებ. კი ბატონო, კვლევებს დაველოდებით და საერთოდ გადაწყვეტილებას დაელოდეთ. ძალიან დიდი გასვლა. ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან სტუდიაში. მადლობა რომ მოხვედით და გადაცემის ბოლოს